საღამოშვიდობის 21 მაისს BMG-TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ს გუნდის წევრებთან ერთად. TBC კაპიტალის შეფასებით, როგორც აპრილში, ასევე მაისში ეროვნული ბანკის ინტერვენციები კიდევ უფრო მასშტაბურია. საინვესტიციო ბანკის ანგარიშით ლარის სასარგებლოდ მოქმედ ერთ-ერთ ფაქტორად შიდა ბაზრებზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შედარებით ნორმალიზებას ახელდება. არის თუ არა უძრავი ქონების ბაზარზე საფასო ბუშტის წარმოქმნის რისკი. ეროვნულმა ბანკმა ფინანსური რისკების შეფასების ანალიზში ამასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ამჟამად ბაზარზე ბუშტის ნიშნები არ იკვეთება. თუმცა ბუშტის არსებობა 2008 წელს დგინდება, მაშინ როდესაც გლობალური ფინანსური კრიზისის და რუსეთთან ომის პერიოდი იყო. ბუშტის არსებობის მეორე ნიშნები 2014-15 წლებში ლარის გაუფასურების პირველი ტალღის დროს არის ასევე გამოვლენილი. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე თბილისის ვიცემერი გახდა. ქალაქის ვიცემერის თანამდებობაზე ტყემალაძის წარდგენისას კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტყემალაძე გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კალაძე მესამე ვადით მერად არჩევისათვის ემზადება. პრემიერმა და ამავე დროს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ კალაძეს შემდეგი 4 წლისათვის ძალიან ამბიციური და დახვეწილი გეგმები აქვს. უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გვირაბი გაიხსნა. გვირაბის სიგრძე 110 მეტრია. მისი მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და 12,800,000 ლარი დაჯდა. თბილისის მერიის ინფორმაციით დღეს შუაღამიდან ვაკის რაიონში ქაქუცე ჩოლოყაშვილის და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. სარეაბილიტაციო არეალი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის 6 ნომრამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს და შეზღუდვა 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით 4 თვეში წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 7 მილიარდი ლარის გადასახადებია შესული. შედარებისთვის ეს მოცულობა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 217 მილიონი ლარით, ანუ 3%-ით მეტია. კონკრეტული გადასახადების მიხედვით ბიუჯეტში თითქმის თანაბარი 2,5 მილიარდი ლარი შევიდა როგორც საშემოსავლო გადასახადებისგან, ასევე დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან. საშემოსავლო გადასახადის მოცულობა 15%-ით არის გაზრდილი, რაც ქვეყანაში ხელფასების გაზრდილ მოცულობაზე მეტყველებს. თუმცა უფრო ნაკლებად 4%-ით გაიზარდა DGG-ს მოცულობა. 15%-ით გაიზარდა შემცირებული მოგების გადასახადი და ის 975 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით საფინანსო სექტორის გამოკლებით სხვა სექტორები განაწილებული მოგების გადასახადით იბეგრებიან. მოგების გადასახადის კლება კი კომპანიების მიერ რეინვესტირების ზრდასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რის გამოც მათ მიერ გადასახდელი მოგების გადასახადი შემცირდა. 6%-ით არის შემცირებული აქციზის გადასახადიდან მობილიზებული თანხა და 699 მილიონი ლარი იყო. კლება სავარაუდოდ იმით არის გამოწვეული, რომ 2025 წლიდან თამბაქოზე აქციზი გაიზარდა, ხოლო ამ ზრდამდე კომპანიებმა წინასწარ გასულ წელსვე მოამზადეს მსხვილი მარაგები. სხვა გადასახადების მოცულობა 9%-ით 379 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. აპრილის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 მილიარდ 32 მილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად გაზრდილი მაჩვენებელია და მატება 354 მილიონ 910 დოლარია. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით გასული წლის აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 2024 წლის აპრილში 8 მილიარდ 677 მილიონი დოლარი იყო. ფინანსთა სამინისტროს განახლებული მონაცემებითვე ამ წლის აპრილის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8 მილიარდ 358 მილიონი დოლარი იყო. აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6 მილიარდ 667 მილიონ დოლარს უტოლდება, ორმხრივი კრედიტორების 1 მილიარდ 604 მილიონ დოლარს. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 365 მილიონ 400,000 დოლარი იყო. ამ წლის აპრილის მონაცემებით საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან აზიის განვითარების ბანკი ADB, ევროპის საინვესტიციო ბანკი EIB და განვითარების საერთაშორისო ბანკი EBRD. რაც შეეხება ორმხრივ
კრედიტორებს, ანუ ქვეყნებს, რომლებიც 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით ჩვენს სავალო კალათაში ირიცხებიან. საფრანგეთია 827 მილიონ 300.000 დოლარი, გერმანია 615 მილიონ 600.000 დოლარი, იაპონია 128 მილიონი დოლარი, ავსტრია 11 მილიონი დოლარი, ქუვეითი 8 მილიონ 100.000 და შეერთებული შტატები 5 მილიონ 900.000 დოლარი. საქართველოს სახელმწიფოს ვალი აქვს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთის 3 მილიონ 997.000, თურქეთის 1.129.000 დოლარი, სომხეთის 516.000 დოლარის, აზერბაიჯანის 585.000 დოლარის. საერთო ჯამში ამ წლის აპრილის მდგომარეობით მეზობელი ქვეყნებისადმი საქართველოს სახელმწიფო ვალი 6 მილიონ 227.000 დოლარს უტოლდება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს 300.000 ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერათ. სამინისტროში განმარტავენ, რომ ჩამოწერა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა. შემოსავლების სამსახური ასევე განმარტავს, რომ დაზარალებულ მეწარმეებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ განაცხადით მიმართონ უწყებას გადამხდელის ავტორიზებული გვერდის მეშვეობით. ხანძრის შედეგად განადგურებული ან დაკარგული ფასეულობების ჩამოწერა შესაძლებელი არის მომსახურების საფასურის გარეშე 10 სამუშაო დღეში. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ჩამოწერის შემდეგ მეწარმეებს ამ ქონებასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოექმნებათ. ეგრეთ წოდებული ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი 29 აპრილს გამთენისას გაჩნდა. ეგრეთ წოდებული ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად კი 15,000-მდე კვადრატული მეტრია დამწვარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ბოლო ინფორმაციით დაზარალებული არის 341 მოვაჭრე. დამწვარი არის ბორჯომის ბაზრობის მოვაჭრეების ნაწილში მერია 2,000-დან 10,000 ლარამდე ოდენობის კომპენსაციის გადახდეს დაპირდა, ბაზრობის აღდგენა კი დაახლოებით 6 თვეშია დაგეგმილი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელსაც ალეხანდრო ჰაჟენდბერგი ხელმძღვანელობს, საქართველოში მუშაობა შეუდგა. ეს მისია სავალუტო ფონდის წესდების მეოთხე მუხლის დებულებით გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი არის ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა. სამინისტროს ოფიციალური რელიზით ლაშა ხუციშვილმა შეხვედრაზე მისიის წევრებს ეკონომიკაში არსებული ვითარება და ამ წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, ასევე საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზი გააცნო. სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა, რომელიც 2023 წელს შეჩერდა, ოფიციალურად ამ წლის ივნისში მთავრდება. ამ ფონზე, როგორც ირკვევა ჯერჯერობით, საქართველოს მთავრობასა და IMF-ს შორის ახალი პროგრამის შეთანხმებასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს. IMF-ის 280 მილიონ დოლარიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიცირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა. ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამი საკითხი იყო. რა ამყარებს ლარს? ანალიტიკური ორგანიზაციების ნაწილის მოსაზრებით, დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი სტაბილურობა რამდენიმე ძირითადი ფაქტორით აიხსნება. მათ შორის არის სავალუტო შემოდინებები, დოლარის გლობალური სისუსტე და ადგილობრივ ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შედარებით შემცირება. TBC კაპიტალის წარმომადგენელთა ვარაუდით, ამ ფაქტორების გათვალისწინებით ამ ეტაპზე დოლართან ლარის გაუფასურების მოლოდინი ნაკლებად არის. თუმცა განსხვავებული არის ტენდენცია ევროსთან, რომელთა მიმართებითაც 1 მარტის შემდეგ ლარი დაახლოებით 6,9%-ით გაუფასურდა. რა ფაქტორები მოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე და როგორი არის მოლოდინები, ნუცა შუბაშვილის სიუჟეტი ვნახოთ. მარტში დაწყებული გამყარების ტენდენციის შემდეგ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში სტაბილურობას ინარჩუნებს და ამ დროისთვის 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 74 თეთრის ფარგლებშია. TBC კაპიტალის შეფასებით ლარის სტაბილურობას ამ ეტაპზე რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა თავად დოლარის შესუსტება გლობალურად. წლის დასაწყისთან შედარებით დოლარის ინდექსი 7,9%-ით არის გაუფასურებული. ორგანიზაციის შეფასებით ლარზე ასევე დადებითად მოქმედებს მცირედით, მაგრამ
მაინც გაზრდილი სავალუტო შემოდინებები. მესამე ფაქტორი კი ადგილობრივ ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შემცირება. TBC-ის მთავარი ეკონომისტის განცხადებით, წინასარჩევნო პერიოდში უცხოურ ვალუტაში დაკონვერტირებული დეპოზიტების ნაწილის უკან ლარში გადმოტანის ტენდენცია ფიქსირდება, რაც საბოლოოდ ეროვნულ ვალუტაზე დადებითად მოქმედებს. წმინდა სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესება ერთი, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო ძალიან დიდი თანხები და შემდეგაც ნაწილობრივ ძალიან დიდი თანხები გადახურდავდა ლარიდან დოლარში, ჩვენ მილიარდზე მეტად შევაფასეთ ეს თქვენ გადახურდაობა. მთლიან კონვერტაციას ჩვენ ვერ ხედავთ, ანუ ისეთივე მასშტაბურ კონვერტაციას ვერ ხედავთ, ობიექტურად რო ვთქვათ, თუმცა გარკვეული ნაწილი უკან ესე ვთქვათ ლარში გადმოდის, ხო? ეს მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ბოლო პერიოდში ჩვენ ვიცით, რომ დოლარი დასუსტდა საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ლარისთვის პოზიტიურია, ხო, გასაგებია ეს მათემატიკურად ასე. ანუ ამ სამი ფაქტორების ერთგულება განაპირობებს ისედაც რეკორდულად მაღალ ჭარბ ვალუტის მიწოდებას სავალუტო ბაზარზე. განსხვავებული ტენდენცია ფიქსირდება ევროსთან მიმართებაში. 1 მარტის შემდეგ ლარი ევროსთან ჯამურად 6.9%-ით არის გაუფასურებული. ფინანსისტების ნაწილის შეფასებით ეს ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე ლარის დოლართან გამყარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არა ფუნდამენტური ფაქტორები, არამედ მოსახლეობისა და ბიზნესის მხრიდან დეპოზიტების კონვერტაციებია. ლარის გამყარებასთან ერთად ხდება დოლარის გადმოტანა ლარში, ხო, ბუნებრივი ფაქტორია. ვხედავ, რომ ლარი გამყარდა, მე ვიცი, რომ ლარი პირობითად დამჭირდება, ხო, შესაბამისად, ვთქვათ, სანამ უფრო გამყარებულა შესაბამისად ჩემი 1 დოლარზე სანამ ნაკლებ ლარს ავიღებ, მირჩევნია, რომ განმოვაკონვერტირო ლარი. მე ვფიქრობ, რომ ეს ფაქტორი განაპირობებს სწორედ ლარი დოლარის, ასე ვთქვათ, გამყარებას. მაგრამ ამავე დროს ევროსთან მიმართებაში კვლავ გაუარესდა. ანუ ფუნდამენტური ფაქტორები არ არის ვთქვათ ისეთი რაღაც განსაკუთრებულად ხელსაყრელი, არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება, ექსპორტი დაახლოებით იგივეა, დაახლოებით რა თქმა უნდა ზუსტად იგივე იქნება, იმპორტი დაახლოებით იგივეა, გზავნილებიც დაახლოებით იგივეა, ტურიზმიც დიდად არ გაზრდილა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს აი თქვათ სუფთა საფონდო თუ მონეტარული ბირჟების, ასე თქვათ, და ლარის გაცვლა გამოცვლის შედეგი არის. ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით ბოლო პერიოდში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის კლებას და შესაბამისად ლარის დოლართან მიმართებაში სტაბილურობას, მათ შორის ქვეყანაში იმპორტის შემცირება განაპირობებს. მისივე შეფასებით არსებული ვითარება დამოიმედებელი არაა, რადგან თუკი გლობალურად დოლარი გამყარებას დაიწყებს, არსებულმა სავალუტო შემოდინებებმა შესაძლოა ვეღარ უზრუნველყოს ლარის სტაბილურობა. მოკლევადიან პერიოდში კურსი სტაბილურობას შეინარჩუნებს, გრძელვადიან პერსპექტივაში მე გონია, რომ მაინც სხვათანაბარ პირობებში დოლარი უფრო გამყარდება ლართან მიმართებაში, ვიდრე გაუფასურდება და აქ ერთსაც დავამატებ, შემოდინებების ნაწილში მე ცოტა სკეპტიკურად ვიქნებოდი. არც ერთი პარამეტრით ჩვენ არ გვაქვს რაღაცა განსაკუთრებული ზრდა უცხოური კაპიტალის და ვალუტის შემოდინების. ტურიზმში 2%-იანის დაგვაქვს მხოლოდ, დოლარში ნომინალურში გადმორიცხვებში მგონი 3 თვის შედეგებით -3% იყო. ეხლა ველოდებით FDI სტატისტიკას და მე არ ვიცი გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ სავარაუდოდ აქაც გვექნება კლება და აქედან გამომდინარე მე ვიტყოდი, რომ ეს შემოდინებები უცხოური ვალუტის გახდება, მალე თუ უკვე არ გახდა პრობლემა იმისთვის, რომ კურსის სტაბილურობა ასეთი დეფიციტური სავაჭრო ბალანსის მქონე ქვეყანამ შეინარჩუნოს. ლარის არსებული ნიშნული ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების დაგროვების საშუალებას აძლევს. TBC კაპიტალის შეფასებით CEP საშუალება ექნება, რომ მეორე კვარტალში ჯამურად დაახლოებით 500 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტა შეისყიდოს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით ორგანიზაციაში ელია, რომ ლარი დოლართან მიმართებაში უახლოეს პერიოდში სტაბილურ ნიშნულზე დარჩება. ერთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რაც უნდა გავითვალისწინოთ და ყოველთვის ვადევნოთ თვალყური რა დინამიკა აქვს ინფლაციას. იმიტომ იცით რომ ბოლო პერიოდში ინფლაცია მზარდია და თუ ინფლაცია დამატებით კიდევ გაიზარდა, მაშინ ეს უკვე ლარის გამყარების არგუმენტია, ხო? ანუ რეალურად შეიძლება ჩვენ ვიხილოთ შედარებით ნაკლები ინტერვენცია და მეტი გამყარება. თუმცა როგორც ეს ჩვენ პუბლიკაციაში, ანუ ინფლაციის დამატებით ზრდა, ჩვენ პროგნოზი დაახლოებით 4%-მდეა, 3.5 უკვე არის
დამატებით მნიშვნელოვანი და არ არის ჩვენი საბაზო სცენარი. ამ დროისთვის 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 74 თეთრის ფარგლებშია. ევროსთან მიმართებაში კი ლარის ღირებულება 3 ლარსა და 10 თეთრს შეადგენს. დღევანდელი ბანკთა შორისი ვაჭრობის შედეგად მონაცემებს რაც შეეხება 21 მაისის ვაჭრობით ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა, ლარის ცვლილება თეთრის 4 მიასედი არის და დოლარის ღირებულება შესაბამისად 2 ლარზე და 74 თეთრზე მრგვალდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2 თეთრი და 75 მიასედით გაუფასურდა და შედეგად 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3 ლარი და 11 თეთრის ფარგლებში არის. თეთრი და 77 მიასედით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 3 ლარზე და 78 თეთრზე მრგვალდება. ლარის მიმართ თურქული ლირას კურსი 7 თეთრი და 6 მიასედია. არის თუ არა უძრავი ქონების ბაზარზე საფასო ბუშტის წარმოქმნის რისკი. ეროვნული ბანკი ფინანსური რისკების შეფასების ანალიზში წერს, რომ ამჟამად ბაზარზე ბუშტის ნიშნები არ იკვეთება. თუმცა ბუშტის არსებობა დგინდება 2008 წელს, მაშინ, როდესაც გლობალური ფინანსური კრიზისის და რუსეთთან ომის პერიოდი იყო. ბუშტის არსებობის მეორე ნიშნები იყო 2014-15 წლებში ლარის გაუფასურების პირველი ტალღის დროს, წერს ეროვნული ბანკი. ამ დროს საცხოვრებელი უძრავი ქონების დოლარში გამოხატულმა ფასებმა გარკვეული ზრდა განიცადა. ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ფასები გაუფასურების გამო გაცილებით სწრაფად გაიზარდა, რამაც ფასების ბუშტის შთაბეჭდილება შექმნა. ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ბოლო 1 წლის მანძილზე ფასების ინდექსის ზრდის მცირედით შენელებასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა დაბალი ინფლაციის, შედარებით შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკის და ძლიერი ეკონომიკური ზრდის ფონზე უცხოური მოთხოვნა ადგილობრივმა ჩაანაცვლა. ეროვნული ბანკის ანალიზი მიუთითებს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უძრავი ქონების ფასების ბუშტი არ განვითარებულა. შესაბამისად, ფასების მნიშვნელოვანი კორექტირება ნაკლებად სათუო და ფასების ინდექსი ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერად იცვლება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით საქართველო და კატარი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებას დაიწყებენ. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით ეს გადაწყვეტილება კატარის სახელმწიფოს ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრ შეიხ ფეისალ ბინ თანი ალ თანისთან მისი შეხვედრისას მიიღეს და მისი ინფორმაციით შეთანხმების აღსრულებისთვის კონკრეტული ფორმატი შეიქმნება. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის მოლაპარაკება შესაძლებელია უკვე წელს. აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმის ფარგლებში შედგეს. პირველმა ვიცე-პრემიერმა კატარის დელეგაცია თბილისში მოიწვია ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 22-23 ოქტომბერს 2025 წელს უნდა გაიმართოს. საქართველოში ევროპელი ტურისტების სეგმენტი აზიურმა ბაზარმა ჩაანაცვლა. ტურიზმის ინდუსტრიას ახალ რეალობაში უწევს მუშაობა, რომლისთვისაც ბოლომდე ბაზარი მომზადებული არ არის. სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ აზიელი ტურისტები ევროპელებისაგან განსხვავებით მოგზაურობას მცირე დროში გეგმავენ და სპეციფიკური მოთხოვნები აქვთ, რომლის დაკმაყოფილებაც ბაზარზე სერვისების ნაკლებობის გამო ხშირად ჭირს. ანუკა ჯოხაძე ესაუბრა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეცვლილ რეალობაზე და შეფასებებს სიუჟეტში მოუყარით თავი. მაღალმხარჯველ ევროპელ ტურისტებს აზიელები ანაცვლებენ. ტურისტული სეგმენტი იცვლება. 2025 წლის პირველ კვარტალში ევროპიდან შემცირებული ვიზიტების ფონზე ჩინეთიდან ვიზიტები 40%-ით, ინდოეთიდან კი 28%-ით გაიზარდა. ბიზნესის წარმომადგენლები ტურიზმის ინდუსტრიაში შეცვლილ რეალობაზე საუბრისას ამბობენ, რომ აზიელ ვიზიტორებს დასავლელი სტუმრებისგან განსხვავებული მოთხოვნები აქვთ, რომლის დაკმაყოფილებაც ადგილობრივ ტურისტულ ობიექტებს ხშირად უჭირთ. თუ ადრე ძირითადად იყო ევროპელი სტუმარი და ჩვენი ჩრდილოეთი მეზობელი, წელს არის ძალიან ამ ყველაფერს დაემატა, მოაკლდა ევროპელი სტუმარი და დაემატა ბევრი აზიელი სტუმარი. არ აქვს ინფორმაცია ქვეყანაზე. თითქოს მართლა ვიღაცამ ძალით ჩამოიყვანა აქ და რაღაც პერიოდი უნდა გაძლონ და მე დაბრუნდნენ უკან თავიანთ ქვეყანაში. არ არის მხარჯველუნარიანი. ინდური ბაზიდან როდესაც ჩამოდიან ჯგუფები, მათ ჭირდებათ აუცილებლად ინდური კვება. ანუ ეს არის ყველაზე ისეთი აუცილებელი პირობა. მაღალი დონის რესტორნები, განსაკუთრებით ინდური, ჩვენ არ გვაქვს ბაზარზე, გვაქვს შედარებით უფრო დაბალი ხარისხის. აზიელი ტურისტები მოგზაურობას ევროპელებისგან განსხვავებით მცირე დროში გეგმავენ და ხშირად საქართველოში დიდ ჯგუფებად ჩამოდიან. ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები გვიყვებიან, რომ ხშირად მათი მხრიდან მოთხოვნა სათავგადასავლო ტურისტულ აქტივობებზეა, თუმცა შესაბამისი სერვისების ნაკლებობის გამო ამ ტიპის მომსახურების შეთავაზება პრობლემური ხდება.
აქტიობები არის ხოლმე, რასაც ისინი ითხოვენ, მაგალითად კვადროციკლებით გასეირნება უნდათ ან ტური უნდათ. აი, ამ შემთხვევაშიც რაოდენობებზე პრობლემა გვაქვს. აი, თუნდაც ტურისტულ ადგილებში იმდენად პატარა რაოდენობის და ცოტა რაოდენობის თუნდაც კვადროციკლი ყავს, რომ შეუძლებელია რომ ეს აქტიობა ჯგუფს შევთავაზოთ ხოლმე. მასიური ტურიზმისთვის ასევე დამახასიათებელია სათავგადასავლო ერთდღიანი შეთავაზებები, როგორც არის ზიპლაინები, მაგალითად, როგორც არის საბაგირო, როგორც არის პარაგლაიდინგი, როგორც არის ჯომარდობა, მაგალითად, ან კაიაკინგი, ხო? ანუ ამ მიმართულებით გვაქვს ჩვენ ის ხარისხი, სადაც უსაფრთხოება დაცულია, სადაც საჭიროების შემთხვევაში მაშველი გაჩნდება ყავს ის ვერტფრენები, რომლებიც საჭიროა, ხო? აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ რეალურად, ხო? ანუ ეს არის გადაწყობა, მეტი ხო არაფერი. შეცვლილ რეალობაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბიზნესთან უნდა ისაუბროს, გვეუბნებიან კერძო სექტორის წარმომადგენლები. მათი თქმით, ბიზნესმა, რომელიც ტურისტებს მასპინძლობს, ვიზიტორის სურვილები და სპეციფიკა უნდა იცოდეს. კერძო სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით, თუ შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იქნება, ახალ რეალობაზე გადაწყობა კიდევ უფრო გართულდება. იციან საერთოდ ვიზიტორის პროფილზე გვაქვს საუბარი საერთოდ ვინ არიან, რა სჭამენ, როგორ იკვება, რაში ხარჯავენ ფულს, როგორი ტიპის მომსახურება არის მნიშვნელოვანი. იმდენი ნიუანსი არის, რაც ეხლა უკვე უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ თუ ეს არის სეგმენტი, თუნდაც დიდი წილი არის ჩვენი ტურისტების, ანუ ეს ნაწილი უნდა გავითვალისწინოთ და ამ მიმართულებით უნდა დავიწყოთ მუშაობა, ხო? მე არ ვიცი, ანუ კი ბატონო, ჩამოვლენ და რა მე. პირდაპირ ფრენები და სეგმენტურად სწორი გათვლა, მე ამისი ახსნა ქვეყანაში, რომ წელს ველოდებით ამხელა ნაკადებს, წელს ველოდებით ამ ქვეყნებიდან ნაკადებს, რომ ეს ბიზნესით რაღაცნაირად მოემზადოს იმისთვის, რომ ახალი სეგმენტები მიიღოს, ახალი პროდუქტები დაახვედროს და თან რაღაცა პატარა კვლევაც გავაკეთოთ, დაუშვათ ამ სეგმენტს რა ინტერესი შეიძლება ქონდეს ამ ქვეყანაში. საქართველოს სწორება რაოდენობაზე გააკეთა და არა ხარისხზე, ამბობენ ბიზნესის წარმომადგენლები. მაღალმხარჯველი ევროპელი სტუმრების ვიზიტების მიზანი საქმიანი იყო, რაც ჩვენი რესპონდენტების შეფასებით გაიშვიათდა. მათი შეფასებით, როცა ბაზარზე მაღალი ხარისხის მომსახურებაზე მოთხოვნა იკლებს, ეს სერვისზე მოქმედებს. Quality versus quantity. ეს არის ის, რომ ხარისხიანი ტურისტი და არა ტურისტი, მასიური ტურიზმი, რომელიც რეალურად ხარჯავს, ინფრასტრუქტურას ნაკლებად გიცვითავს, ეკოლოგიურად უფრო ეს არის მიმზიდველია ქვეყნისთვის და ასე შემდეგ. ამიტომ ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანაც, რა სამწუხაროდ ამას ვერ ვხედავ. რესტორნებიც მე უკვე თუ არ აყავს ხარისხიანი ტურისტი, აღარ ცდილობს, რომ ზედმეტად დაიხარჯოს, ზედმეტად კარგი სერვისისთვის ტრეინინგები ატაროს, კიდე ფინანსები დახარჯოს, ეს უკვე ჯაჭვური რეაქცია ამ ყველაფრის. ოფიციალური სტატისტიკით 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1,157,000-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აღირიცხა, რაც წლიურად 1,3% ზრდას ნიშნავს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ძირითად ბაზრებს შორის საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ყველაზე მეტად ისრაელიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან არის გაზრდილი და ზრდის კუთხით 73%-იანი მაჩვენებლით ლიდერი ისრაელია, რომელსაც ჩინეთი და ინდოეთი მოსდევს. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტის საშტატო ნუსხის და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე გამოქვეყნებული განკარგულებით სააგენტოს თავმჯდომარის თამარ ზოდელავას ხელფასითვეში 10,585 ლარი იქნება. მისი მოადგილის 8,760 და დეპარტამენტის უფროსის 7,300 ლარი. მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 26 მაისის ღონისძიებებისათვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა გაზარდა. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებით, სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა 3,559,000 ლარამდე გაიზარდა, საიდანაც 6,59,000 ლარი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის არის განკუთვნილი. მთავრობის 816 განკარგულებით სულხან პაპაშვილის კომპანია ნაროვანი ჰესი ყაზბეგის რაიონში, კონკრეტულად კი კოპში 9 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგურს ააშენებს. ავერსი ფარმამ თბილისში ახალი ლოგისტიკური ცენტრი ააშენა. ინვესტიცია დაახლოებით 11 მილიონი ლარია. კომპანიაში განმარტავენ, რომ ლოგისტიკური ცენტრი საბაჟო სასაწყობე სივრცის გაფართოების მიზნით აშენდა. მთავრობა კომპანია ამბასადორი ბათუმი აილენდ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის, ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით 1 წლით ათავისუფლებს.
შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში გალფის ინიციატივით კიდევ 7 ქართველი სტუდენტი Global UG Ready-ს პროგრამაში ჩაერთვება და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებს სწავლას. კომპანიის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით გალფის მხარდაჭერით 2022 წლიდან ამ დრომდე 40 სტუდენტი ჩაერთო პროგრამაში და სრული სასწავლო დაფინანსება მიიღო. თბილისის მერმა კახაკალაძემ დღეს უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გვირაბი გახსნა. გვირაბის სიგრძე 100 მეტრია, მისი მშენებლობა კი 2024 წელს დაიწყო და 12,800,000 ლარი დაჯდა. გვირაბში გათვალისწინებული არის ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიხეილ შავიშვილის ქუჩაზეც არის ჩატარებული, რომელიც სრულად რეაბილიტირდა და ჯამში ორივე პროექტზე ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი დაიხარჯა. ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავხსენით ვაგების გადასასვლელი ხიდი და ამ პროექტმა უკვე ძალიან გაადვილა გადაადგილება ქალაქის ამ სივრცეში და რა თქმა უნდა ეს პროექტიც ემსახურება ზუსტად ამ მიზანს, რომ მაქსიმალურად კომფორტული გახდეს ჩვენი დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის ქალაქში გადაადგილება და გარდა ამისა ასეთი პროექტები ხელს უწყობს ბუნებრივია ქალაქის შესაბამისი სივრცეების განვითარებას. დარწმუნებულია, რომ მომავალში ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მეტად განვითარდება. რაც შეეხება აღნიშნულ გვირაბს, რომელიც ესე იგი ვაკე საბურთალოს აკავშირებს ერთმანეთთან გვირაბის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, განახლებული შავიშვილის ქუჩა, ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა საფეხმავლო ტროტუარები, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა ახალი ლედ-სანათები და დღეიდან უკვე გადაადგილება შესაძლებელი იქნება პრობლემების გარეშე, რაც მოგცემს ასევე იმის საშუალებას, რომ მოხდეს ნაკადების გადანაწილება. ვაგების საბურთალოს ტერიტორიაზე გადაადგილების შემთხვევაში თბილისის მერია მოსახლეობას ასევე აფრთხილებს, რომ 22 მაისის შუაღამიდან ვაკის რაიონში ქაქუცე ჩოლოყაშვილის და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება. რის გამოც საავტომობილო მოძრაობა ამ მონაკვეთში შეიზღუდება. სარეაბილიტაციო არეალი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის 6 ნომრამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს და შეზღუდვა 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს. უნივერსიტეტის ქუჩის და ქავთარაძის დამაკავშირებელი გვირაბის გახსნისას პრემიერმა და ასევე პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე კახაკალაძის მერის არჩევნებში მონაწილეობა ფაქტობრივად დაადასტურა. ირაკლი კობახიძის თქმით, კახაკალაძეს შემდეგი 4 წლისთვის ძალიან ამბიციური და დახვეწილი გეგმები აქვს. 2025 წლის მუნიციპალური არჩევნების შემოდგომისთვის არის დაგეგმილი, თუმცა ქართულ ოცნებას თბილისის მერობის კანდიდატი ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია. არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში კახაკალაძისათვის ეს მერობის მესამე ვადი არჩევის მცდელობა იქნება. მე ვიცი, რომ კახაკალაძეს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, შემდეგი 4 წლისთვის ძალიან დახვეწილი გეგმა მზადდება ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის და დარწმუნებულია, რომ 4 წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული და ბევრი ასეთი პროექტი შეემატება ჩვენს დედაქალაქს. ჩვენ რო გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევხედოთ დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ბევრად უფრო ლამაზი და პირველ რიგში ეს არის რა თქმა უნდა დედაქალაქის მერის დამსახურება. თბილისის მერმა მთავრობის ხდომაზე ვიცემერად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაასახელა. ქალაქის ვიცემერის თანამდებობაზე ტყემალაძის წარდგენისას კახაკალაძემ თქვა, რომ ტყემალაძე გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია და მას დიდი წარდგენა არ სჭირდება. გიორგი ტყემალაძე ირაკლი ხმალაძის ადგილს დაიკავებს, რომელიც თავის მხრივ იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადავიდა. ვიცემერის პოსტზე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება, ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, ყველა იმ პროცესში, რასაც ქალაქის განვითარება, ქალაქის აღშენებლობა ქვია. გიორგი ტყემალაძე მინდა წარმოგიდგინოთ, გიორგი 2 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ. რა ვიცი, ყველა პროექტი, რაც ხორციელდება და რაც გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა და დარწმუნებული ვარ მისი კვალიფიკაცია, მისი ჩართულობა, რა თქმა უნდა, გაგვეხმარება და გავაგრძელებთ იმ წამოწყებულ მნიშვნელოვან საქმეებს, პროექტებს. მინდა გიორგის წარმატებები უსურვო ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე.
და საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, მეგობრებო, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავთ მომდევნო წლებისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა ეტაპობრივად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. ეს იმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. კობახიძე ადასტურებს, რომ რიყის დოქებს დაშლიან. პრემიერის განცხადებით, მახინჯი რიყის დოქების ადგილას კონკრეტული პროექტი განხორციელდება, რომელიც ძველი თბილისის იერსახესთან თანხმდროში იქნება. რიყის დოქების დემონტაჟი დაადასტურა კახაკალაძემაც და მან თქვა, რომ არსებული შენობა ქალაქის ურბანულ განვითარებაში არ ჯდება და ის ნაგვის ბუდეა. მე არქიტექტორი არა ვარ, მაგრამ მე მგონია, რომ ეს იმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს, ეს ერთი. და მეორე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იმ ადგილზე იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არავითარ შემთხვევაში აქ საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯე დოქების ადგილზე. არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, არის ყველანაირად მოუწესრიგებელი, არის ნაგვის ბუდე და შესაბამისად საჭიროა კარგი პროექტის განხორციელება, რომელიც ურბანულადაც ლამაზად ჩაჯდება აღნიშნულ არეალში და იქნება ფუნქციონალური. ნახოთ, მაგას გავივლით და ვნახავთ. ბატონო, შეიძლება სასტუმროთ, თუმცა გავივლით მაგას ურბანულად. ჩვენ ხوار ვამბობთ, რომ ახალი ტერიტორია უნდა გამოიყოს და იქ უნდა აშენდეს ახალი შენობა. აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე, სადაც იდგა შენობა ნაგებობა, იგივე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდეს. რიყის დოქების დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია მთავრობის 6 მაისის განკარგულებიდან გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ადგილზე შესაძლოა სასტუმრო გაიხსნას. რიყის დოქები 2022 წელს ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანიამ 10 მილიონ ლარით შეიძინა, რომელიც წელს კომპანია რიყე დომზე გაიყიდა. თბილისის მშენებლობებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე კახაკალაძემ განაცხადა, რომ წელს 118 უკანონო მშენებლობა შეჩერდა. დასრულდა ის დრო, როცა ვისაც სადაც უნდოდა და რასაც უნდოდა იმას აშენებდა, ამბობს დედაქალაქის მერი. და მოქალაქეებს ახსენებს, რომ უკანონო მშენებლობა კანონით 50,000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს ინსპექციის მიერ უკვე შეჩერებულია 118 უკანონო მშენებლობა, მათ შორის სახელმწიფოსა და თვითმმართველის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. ჩვენი ინიციატივით ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობების მიმართულებით კანონმდებლობა 2019 წლიდან განკაცდა და გაიზარდა ფინანსური სანქციები, ასევე ობიექტის მშენებლობის შეჩერების დაუმორჩილებლობისა და სამუშაოების გაგრძელებაზე შემოვიღეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მოუწოდებთ ყველას დაემორჩილონ კანონს და სანამ მშენებლობას დაგეგმავენ მიმართონ მერიის შესაბამის სამსახურებს ნებართვის მისაღებად. კახაკალაძის ინფორმაციითვე ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამ ეტაპზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო კომპანია 30,000 ლარით დაჯარიმდა. საუბარია ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 მაისს მშენებარე შენობის ფასადის ჩამოშლაზე. სამუშაოებს ტერიტორიაზე თიზი ჯგუფი ახორციელებდა. კალაძე ამბობს, რომ დარღვევა რამდენიმე დღის წინ მშენებლობის პროცესში დაფიქსირდა. მისი განმარტებით, სართულშუა გადახურვის კონსტრუქციების მშენებლობისას მასალა ნაწილობრივ ჩამოიშალა. თბილისის მერის ინფორმაციით სამშენებლო პროცესი არ შეჩერდება და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. კახაკალაძის განცხადებითვე ტერიტორიაზე კომპანია სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს, მათ შორის 3 საჩოგბურთო კორტის, საცურაო აუზის, ფიტნეს დარბაზის და სხვა სპორტული დანიშნულების სივრცეების მშენებლობას. აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას გაირღვა უსაფრთხოების ნორმები, ეს რამდენიმე კვირის წინ, კერძოდ სართულშუა გადახურვის კონსტრუქციების მშენებლობისას ნაწილობრივ ჩამოიშალა საქარგილე მასალა. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რა თქმა უნდა, ყისიერად მოახდინა რეაგირება და კონკრეტული სუბიექტი დაჯარიმდა 30,000 ლარით მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო. ჩვენი რეაგირების გარდა თავად კომპანიის მხრიდანაც გადაიდგა შესაბამისად დაუყოვნებლივ ნაბიჯები, რაც აუცილებელი იყო და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშენებლობის პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს შეფერხებების გარეშე.
22 მაისის დილის 9 საათიდან პირველ კლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emi.g მოხდება და ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით უნდა მოხდეს და თუ დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია არ მოხდა, მაშინ ავტომატურად მოხდება მისი გაუქმება. და ქვემ 2024-2025 სასწავლო წლის შედეგები, რომელიც 41200-მა მე-12 კლასელმა დაასრულა. საქსტატის ინფორმაციით მე-12 კლასელთა ეს რიცხვი თითქმის წინა წლის ტოლია, შაშან 41400 იყო, თუმცა უფრო ნაკლები არის მათი რაოდენობა, ვიდრე სრული ზოგადი განათლება 2023 და 2022 წლებში დაამთავრეს. მაშინ 47900 და 45900 მოსწავლე დაფიქსირდა სკოლის დამამთავრებლად. ამასთან ბოლო 10 წლის განმავლობაში სკოლის საშუალოდ 41300 მოსწავლე ასრულებდა. ყველა წვევამდლის შესახებ ინფორმაცია საქსტატის მხრიდან არის გავრცელებული. სხვადასხვა ნაწილში, სხვადასხვა სკოლებში, სხვადასხვა ეტაპზე მოხდა სწავლის პროცესის დასრულება მე-12 კლასში, მათ შორის საქსტატის ინფორმაციით და იმ მონაცემებით, რომელიც მათი მხრიდან გამოქვეყნდა 41200 მოსწავლიდან საჯარო სკოლებს 37500 მოსწავლე ასრულებს, კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობა კი 3700-ია. ამასთან არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო წლებში სკოლის დამამთავრებელთა რიცხვი კიდევ შეიძლება გაიზარდოს, რადგან ამჟამად მე-9 კლასს 59600 მოსწავლე ამთავრებს, მათი უდიდესი ნაწილი კი 3 წლის შემდეგ მე-12 კლასს დაამთავრებს. დავით სანხულაშვილი ქვემო ქართლში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში შეპს Smart Feed-ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კომბინირებული საკვების საწარმოში სამუშაო პროცესის გასაცნობად მივიდა. მინისტრი სოფელ სართიჭალაში კომპანია Cadel Business ვაშლის ბაღებსაც სტუმრობდა. სანხულაშვილის ინფორმაციით სახელმწიფოს მხრიდან გადამუშავებელი სექტორის დაფინანსების ხელშეწყობა არის მნიშვნელოვანი ადგილობრივი პროდუქციის წარმოების გაზრდისთვის. მინისტრი კახეთში დედოფლის წყაროში მეხორბლე ფერმერებსაც შეხვდა და სოფელ გამარჯვებაში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ საკონსერვო საწარმოს Geo Naturals ესტუმრა წარმოების პროცესს და სამომავლო გეგმებს გაეცნო. სოფლის მეურნეობის მინისტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში იმ ფერმერებთანაც იყო შესახვედრად, რომლებიც დედოფლის წყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მესაქონლეობის მიმართულებებით საქმიანობენ. ადგილზე ვნახოთ ყველა ის როგორც მეწარმეები, ასევე ფერმერები, რომელსაც აქვთ ხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ვნახოთ რამდენად წარმატებულები არიან, ვნახოთ რა შეიძლება კიდე მეტი დაჭირდეთ სახელმწიფოსგან, როგორ შეიძლება კიდე უფრო მეტად განავითარონ თავისი პროექტები და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ფაქტობრივად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ როგორ შეიძლება რომ ღირებულებათა ჯაჭვი სრულად შეიქმნას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის უკავშირი წარმოებლებს ფერმერებსა და სახელმწიფოს შორის, რომელიც აუცილებელია, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს პროგრამები, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს კერძო სექტორი, ზუსტად ასეთი კომუნიკაციით და ასეთი ურთიერთობით არის შესაძლებელი. ვაწარმოებ კომბინირებულ საკვებს ფერმის ცხოველებისათვის და ფრინველებისათვის. ვაწარმოებ 35 სახეობის საკვებს. ვაწვით პირდაპირ ფერმერებს ამ საკვებს, ჩვენ გვაქვს დისტრიბუციის მანქანები ასევე. პირდაპირ ფერმერებთან მიგვაქვს ჩვენი წარმოებული საკვები. აღნიშნული ბაღის მშენებლობაში ძალიან დაგვეხმარა სახელმწიფო პროგრამები. კერძოდ ეს იყო დანერგე მომავალი და იაფი აგროს ესხი. ამის მეშვეობით ეს იყო დიდი სტიმული, ამოქმედი სტიმული და შევძლებთ აღნიშნული ბაღის გაშენება. მოსავლითაც კმაყოფილებად, რომ ძალიან მაღალ მოსავალს ვეულობთ 50-55 ტონა ჰექტარზე. ხარისხი ძალიან მაღალი გვაქვს და ამიტომ რეალიზაცია გაგება არ გვიჭირს.
მარცვლეულის წარმოებლები მაღალი ხარისხის სათესლე ხორბლის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის სამინისტროს სუბსიდირების მექანიზმის ამოქმედებისაკენ მოუწოდებენ. ფერმერების ინფორმაციით ქვეყანაში შემოსული სათესლე ხორბლის მხოლოდ 2-3%-ია ხარისხიანი, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ბაზარზე არსებობდეს ხარისხიანი სათესლე მასალის მიმწოდებელი კომპანია ან არსებობდეს თანადაფინანსების მექანიზმი, რომ ფერმერებმა მოსავლიანობა გაზარდონ. ამ საკითხზე ფერმერებმა კახეთში მყოფ სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე ისაუბრეს. მარცვლეულის წარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სათესლე ხორბლის თანადაფინანსების საკითხზე პირველად არ დაუყენებიათ საკითხი დღის წესრიგში, მიმდინარეობს განხილვა და ფერმერების მოლოდინია, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებას სახელმწიფო დაფინანსების გამოყოფის საკითხზე მიიღებენ. ხარისხიანი თესლის ხელმისაწვდომობაზე ქონდა და შტაბის ამისავებაზე ძირითადად რომ ამისავდეს შტაბი იყოს ასე ვთქვათ მოქმედი მექანიზმი რომ ფერმერმა გაგიდოს რეალურ ასად რაც არსებული იქნება ბაზარზე და ვინ არის პირველი მოხდეს ყოველ კვირაში ერთხელ ინფორმაციის გაცვლა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გასაფარი ზოლები განაშენიანებაზე იყო რომ დავიწყოთ გასაფარი პილოტ პროექტების გაკეთება მეუსამას კიდევ ის შენარჩუნდება ის გადასახადი რომელიც შემოღებულია ფილზე კატოზე და კერზე რომელიც დაიცავოს თისქვილსა და ფერმერსა და სასურსათ უსაფრთხოებას ქვეყანაში ამაზე ქონა დღეს საუბარი რომ სამინისტრო ჩაერთოს ხელმისაწვდომობაზე ხარისხიან თესლზე უშუალო თესლის ნაცვლში გულისხმობ თანადაფინანსებას ან იყოს ესე ვთქვათ ოფიციალური ისე კომპანია რომელიც მართლა რეალურად სათესლეს აწარმოებს თუ იქნება ხარისხიანი თესლი თუ იქნება ფასი შენარჩუნებული მეტი ფართობები გადავა და მეტი ფართობებზე იწარმოება ხორბალი სამხრეთ კავკასიის რკინიგზა და საქართველოს რკინიგზა შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი, ერევანი 14 ივნისიდან მოძრაობას დაიწყებს. მატარებელი ყოველ მეორე დღეს იმოძრავებს ლუწ რიცხვებში ერევნიდან, კენტ რიცხვებში ბათუმიდან. არსებული ინფორმაციით გადაწყვეტილება ერევანში გამართული შეხვედრისას არის მიღებული, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის სარკინიგზო ორგანიზაციებს შორის ურთიერთქმედების და მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. გავრცელებული მონაცემებით ამ შეხვედრის ფარგლებშივე მხარეებმა იმსჯელეს ტურისტული მატარებლის შესაძლო ამოქმედებაზეც, რაზეც 3 დღის განმავლობაში იმოძრავებს სომხეთში, ხოლო 6 დღე საქართველოში. ინიციატორი არის ჩეხური კომპანია გეპარდ ექსპრესი, რომელიც გეგმავს მარშრუტზე ევროპელი ტურისტების მოზიდვას. თურქმენეთიდან აზერბაიჯანის გავლით ევროპაში გასადენის მშენებლობის პროექტს მხარს უჭერენ ეს შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას სენატორ სტივ დეინსის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. რეპორტი წერს, რომ სენატორმა დეისმა იკითხა, თუ როგორ უყურებს ვაშინგტონი ევროპაში თურქმენული გაზის აზერბაიჯანის გავლით ტრანსპორტირებისათვის ტრანსკასპიური გასადენის მშენებლობის შესაძლებლობას იმის გათვალისწინებით, რომ თურქმენეთი რუსეთით, ჩინეთით და ირანით არის გარშემორტყმული. რუბიომ სენატორებს უპასუხა, რომ შეერთებული შტატები ამ პროექტს დადებითად უყურებს, განსაკუთრებით მსოფლიოში ენერგეტიკული უსაფრთხოების ამჟამინდელი მდგომარეობის კონტექსტში. მისივე განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უცხოური დახმარების შემცირების მიუხედავად, ასეთი პროექტებისათვის თანხა საელჩოების და რეგიონული ოფისების მეშვეობით კვლავ გამოიყოფა. პროექტის მიხედვით თურქმენეთის გალკინიშის საბადოდან ევროპულ ბაზარს 30 მილიარდი კუბური მეტრის თურქმენული გაზი ყოველწლიურად მინიმუმ 30 წლის განმავლობაში უნდა მიეწოდოს. გერმანიაში საწარმოო ფასების ინდექსი შემცირდა და აპრილში PPI-ის მაჩვენებელმა 0.6% შეადგინა, ანუ ინდექსი წინა წელთან შედარებით ნეგატიურ ზონაში არის გადასული. PPI-ის კლებამ პირდაპირ დაკავშირებული არის საერთაშორისო ბირჟაზე ენერგეტიკული რესურსების, კერძოდ ნავთობის და გაზის გაიაფებასთან, რადგან საბაზისო PPI-ის მაჩვენებელი, რომელიც ენერგორესურსებს არ ითვალისწინებს, რეალურად 1.5%-ით არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდექსის ამჟამინდელი კლება არა წარმოების გაიაფებით, არამედ ნავთობის და გაზის ფასების კლებით აიხსნება. PPI-ის დონეს განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იმ ქვეყნებში ანიჭებენ, სადაც წარმოების ინდუსტრია არის განვითარებული. გერმანია კი საავტომობილო სექტორის მიმართულებით გლობალურ ლიდერად ითვლება. ამიტომ იქ საწარმოო ფასების ინდექსის კლება იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში პროდუქციის წარმოება ისეთი ძვირი აღარ არის, როგორც ეს ადრე იყო.
კანადაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელებულია. აპრილში წლიური ინფლაციის დონე 1.7%-მდე შემცირდა, რაც მოსალოდნელზე უარესი მაჩვენებელია, რადგან ცენტრალურ ბანკს და ანალიტიკოსებს 1.6%-ის ფარგლებში ჰქონდათ გათვლა. წინა თვესთან შედარებით ქვეყანაში ინფლაცია 0.6%-ული პუნქტით შემცირდა, თუმცა ეს არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი. რაც შეეხება საბაზისო ინფლაციას CPI-ს, მისი მაჩვენებელი 2.8%-ს უტოლდება, რაც წინა თვის დაფიქსირებულ 3.2%-ზე ნაკლებია, თუმცა მაინც მოსალოდნელზე მეტია. ჩინეთის მასშტაბით საწარმოო აქტივობის ინდექსი შემცირებულია, რაც ინვესტორებისათვის მოულოდნელი სიახლე იყო. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით წარმოების ინდექსი PMI ივლისში 49.4-მდე შემცირდა, რაც პანდემიური პერიოდის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ნიშნულია. PMI ინდექსი აქტიურად გამოიყენება ჩინეთის ეკონომიკური აქტივობის შესაფასებლად, როდესაც მაჩვენებელი 50 საჭარბებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, 50-ზე დაბალი მაჩვენებელი კი ეკონომიკური აქტივობის შემცირებაზე მიუთითებს. წარმოების სექტორს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში ყველაზე დიდი 28%-იანი წილი უჭირავს. შესაბამისად, მისი შემცირება ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. მდგომარეობის გაუარესება რიგი ფაქტორებით არის განპირობებული. მათ შორის არის კოლაფსის პირას მყოფი უძრავი ქონების სექტორი, მკვეთრად გაძვირებული კრედიტი, მომატებული ინფლაცია და მსოფლიოს მასშტაბით ჩინურ პროდუქციაზე შემცირებული მოთხოვნა. გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით წლიური ინფლაციის დონემ 3.9% შეადგინა, ეს 2.1%-ული პუნქტით მეტი არის პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით და მოულოდნელი ნახტომია. რაც შეეხება საბაზისო ინფლაციის დონეს, ანუ CPI-ს, ეს მაჩვენებელი 3.8%-მდე არის გაზრდილი, რაც 0.4%-ული პუნქტით მეტი არის წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. მაღალი ინფლაციის დასაძლევად ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. დღის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 5.25% შეადგინა, ეს გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელი იყო, თუმცა ამჟამად განაკვეთი 4.25% არის. ბოლო პერიოდში ინფლაციის ზრდა სურსათის ენერგეტიკული რესურსების და იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას უკავშირდება, რაც ბრიტანეთში ინფლაციის დაჩქარებას იწვევს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქტ-პეტერბურგის სავალუტო ბირჟის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამას გარდა შეზღუდვები დაწესდა დეპოზიტების სადაზღვეო სააგენტოს წინააღმდეგ, რომელიც რუსულ ბანკებს აზღვევს. ახალი სასანქციო რეჟიმის ფარგლებში ამ უწყებებს შეეზღუდებათ ბრიტანული სტერლინგით სარგებლობა, გაერთიანებულ სამეფოში ტრანზაქციების განხორციელება, ბრიტანულ კომპანიებთან თანამშრომლობა და ლონდონიდან კაპიტალის მოზიდვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით სანქციების გამკაცრებით ბრიტანეთი რუსეთის ფინანსური სისტემის შეზღუდვას ცდილობს, რომელიც ბოლო პერიოდში პლანეტის ყველაზე მკაცრად სანქცირებულ სისტემად იქცა. ასე იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამოგელოდებათ, რომელსაც გიორგი არონია და გიორგი თოლორდავა გაუწყობიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამოს 7 საათზე დროებით.